სოფლიოში ინოვაციებზე მოთხოვნა იზრდება და ეს ტალღა საქართველოსაც გადმოეცემა. ახალი იდეები, ინოვაციები და მიღებული ფინანსური შედეგები ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება. ქართული სტარტაპ ეკოსისტემის სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში შექმნილი რეგულაციები და სხვადასხვა დაფინანსების პროგრამა აქტიურად უწყობს ხელს. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი სრულიად ახალი ნაბიჯები, რაც გულისხმობს პირველი საგადასახადო რეფორმა ინოვაციური სტარტაპებისთვის, რაც გულისხმობს 0%-იან 3 წლიან საგადასახადო, ასე ვთქვათ, შეღავაც ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის და მიმართულებით მომართვიანობა უკვე გვაქვს და უახლოეს პერიოდში პირველი რამდენიმე სტარტაპი მიიღებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს. მოგეხსენებათ, ქვეყანაში 4 საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი შემოვიყვანეთ და სწორედ ის იწყებს ფუნქციონირებას 2026 წლის თებერვლიდან, რაც კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს ამ ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. ქართულმა სტარტაპებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. წლის განმავლობაში კი ისინი წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, მათ შორის პორტუგალიის ვებ სამიტზე, არაბთა გაერთიანებული ემირატების უმსხვილეს რეგიონალურ გამოფენასა და სინგაპურის ინოვაციურ კვირეულზე. ეს სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას მოიზიდონ უცხოელი ინვესტორები, პარტნიორები და მომხმარებლები და გააფართოონ გაყიდვების არეალი. დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება IT სექტორი და ხელოვნური ინტელექტია, თუმცა მათი განვითარებისთვის კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ნებისმიერ პროდუქტში, რომელიც არის ციფრული და რომელიც არის მომსახურების სფეროში, AI მიმართულება არის ყველასთვის მომხიბვლელი. რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდია, მაგრამ ამ კონკურენციაშიც არის ბევრი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც შედის საერთაშორისო ბაზარზე, არის საკმაოდ წარმატებული. თუ არსებობს ბევრი დეველოპერი და ბევრი AI მიმართულების სპეციალისტი, რომელსაც არ აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია, არ არის სინიორი, მას გაუჭირდება მსოფლიოს ბაზარზე ფეხის მოკიდება. მე ვისურვებდი, რომ განათლება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით კვლევებსა და განვითარებაში უფრო მეტი ფული უნდა დაიხარჯოს. გაიზარდა სტარტაპების ხარისხი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონალური განვითარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა წამყვან ტექნოლოგიურ პროცესებთან და სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი გლობალური დონის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებში დაწყებული პროექტები 2026 წელსაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება. გაიზრდება თანამშრომლობა ტექნოლოგიურ პარკებს შორის, რაც ექსპერტების შეფასებით რეგიონში არსებულ იდეებს გააერთიანებს და ქართულ სტარტაპებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციისთვის კიდევ უფრო გააძლიერებს.